ზოგიერთ ადამიანს რო იცით, შეუძლია საათები, ან თუნდაც დღეები გაატაროს სულ მარტო და ამით საოცარ კომფორტს გრძნობდეს. აი დღეს მოდით გავაანალიზოთ ზუსტად ეს ფენომენი. რატომ არის რომ ზოგიერთი ჩვენგანისთვის მარტოობა არა სასჯელი, არამედ პირიქით ძალიან ძვირფასი რესურსია. კარგი, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს ვსვამთ, ასეთია: რა დგას ამის უკან? რატომ ურჩევნია ზოგს მარტო ყოფნა, მაშინ როდესაც სხვები ამას გამუდმებით გაურბიან? ალბათ ყველას გაგვიგია ეს კლასიკური სტერეოტიპია რა. თუ ადამიანს მარტოობა უყვარს, მას მაშინვე აკრავენ იარლეხს, თითქოს ის ანტისოციალურია, ან უბრალოდ ადამიანები არ უყვარს და მათთან ურთიერთობა არ სიამოვნებს. მაგრამ აი ზუსტად აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ფსიქოლოგია სრულიად განსხვავებულ სურათს გვიხატავს. სინამდვილეში მარტოობის სიყვარულის უკან ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი მიზეზები იმალება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შინაგან სიძლიერეზე მიუთითებს. დავიწყოთ პირველი და აქ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მიზეზით, რომელიც ჩვენს ენერგიას უკავშირდება. ვნახოთ, როგორ პოულობენ ზოგიერთები ენერგიას სწორედ სიჩუმეში. ეს ყველაფერი ფაქტობრივად დამოკიდებულებულა იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ნერვული სისტემა. წარმოიდგინეთ, რომ ექსტრავერტები სოციალური ბატარეებით არიან. ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობით იმუხტებიან. ინტროვერტები კი პირიქით, ენერგიას მარტო სიწნარეში გატარებული დროიდან იღებენ, რადგან მათი ტვინი გარე სტიმულებზე ბევრად უფრო მგრძნობიარედ და ინტენსიურად რეაგირებს. ანუ რომ გავიაზროთ, მთავარი ის კი არ არის, რომ მათ ხალხი არ უყვართ, საქმე იმაშია, რომ ინტროვერტული ტიპის ტვინისთვის ხანგრძლივი სოციალური ინტერაქცია შეიძლება გადატვირთვას ნიშნავდეს. ამიტომ მარტოობა მათთვის ფუფუნება კი არა, ენერგიის აღსადგენად და შინაგანი ბალანსის მოსაპოვებლად სასიცოცხლო და აუცილებელი პირობაა, დაახლოებით ისე როგორც ტელეფონის დატენმა. ძალიან კარგი. ახლა გადავიდეთ მეორე მიზეზზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი აზროვნების ხარისხთან და რაც მთავარია სიღრმესთან. ხშირად ადამიანები, რომლებიც მარტოობას ეძებენ, უბრალოდ ღრმა მოაზროვნეები არიან. ერთი წამით დაფიქრდით, ჩვენი სამყარო ხომ სავსეა მუდმივი ხმაურით. შეტყობინებები, ზარები, დაუსრულებელი ინფორმაციული ნაკადი. ასეთ პირობებში, მოდი, ვაღიაროთ. გონებას უბრალოდ არ რჩება რესურსი, რომ საკითხებში ღრმად ჩაიხედოს. სწორედ მარტოობა ქმნის იმ დაცულ მშვიდ სივრცეს, სადაც ჩვენს ტვინს შეუძლია ბოლოს და ბოლოს ამოისუნთქოს. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად გავაანალიზოთ ჩვენი გამოცდილება, დავაკავშიროთ ერთმანეთთან სხვადასხვა იდეა და რაც მთავარია, უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი. ეს არის სივრცე დიდი და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის. და ეს, რა თქმა უნდა, უბრალოდ თეორია არ არის. ისტორია ამის უამრავი მაგალითითაა სავსე. ბევრი ფილოსოფოსი, მწერალი და მეცნიერი თავის უდიდეს აღმოჩენებსა და საუკეთესო იდეებს სწორედ სიჩუმესა და განმარტოებაში ქმნიდა. ახლა კი მივადექით მესამე, ძალიან საინტერესო ასპექტს. აქ საქმე ეხება არა ურთიერთობებისგან გაქცევას, არამედ პირიქით, ნამდვილი კავშირების ძიებას. აქ ფოკუსი მკვეთრად იცვლება რაოდენობიდან ხარისხზე. ზოგისთვის ბევრი ზედაპირული ნაცნობობა ენერგიის ფუჭი ხარჯვაა, მეტი არაფერი. ისინი ამჯობინებენ, რომ საკუთარი დრო და ენერგია დააბანდონ რამდენიმე, მაგრამ ღრმა და აზრიან ურთიერთობაში, რომელიც ნამდვილად ამდიდრებს მათ ცხოვრებას. მათთვის ხირებულია ურთიერთობები, რომლებიც გულწრფელ დიალოგზე, ნამდვილ დდობასა და ღრმა ემოციურ კავშირზეა აგებული. სწორედ ამიტომ ისინი ხშირად უბრალო, მაგრამ მშვიდ მარტობას ამჯობინებენ ისეთ სოციალურ გარემოს, რომელიც ემოციურად ცარიელი და ზედაპირულია. და ბოლოს გადავიდეთ ბოლო მიზეზზე, რომელიც ფაქტობრივად აერთიანებს ფსიქოლოგიურ დამოუკიდებლობასა და სიმშვიდის პოვნის უნარს. მოდით ამას ვუწოდოთ შინაგანი სიძლიერე. ადამიანები, რომლებიც მარტოობაში კომფორტს პოულობენ, ხშირად ფსიქოლოგიურად ძალიან დამოუკიდებლები არიან. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ ბედნიერებასა და თვითშეფასებას გარე სამყაროს შეფასებებზე, ლაიქებზე თუ კომპლიმენტებზე არ აგებენ. მათ არ სჭირდებათ მუდმივი სოციალური აღიარება, რომ თავის სრულყოფილად და კარგად იქრძნონ. ისინი ნამდვილ სიამოვნებას და სისავსის შეგრძნებას პოულობენ საკუთარი ინტერესების სიღრმისეულ კვლევაში, საყვარელ ჰობებში, რაღაც ახლის სწავლაში, ან უბრალოდ იმ მშვიდ გარემოში ყოფნაში, სადაც მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნიან. მათი კმაყოფილების წყარო, ასე ვთქვათ, შიგნიდან მოდის. დაფიქრით, აბა, ჩვენს მუდმივად აჩქარებულ და ინფორმაციით გადატვირთულ სამყაროში სიჩუმე ხომ ნამდვილ ფუფუნებად იქცა. ხო და მარტოობა სწორედ ის იშვიათი შესაძლებლობაა, რომ დაასვენოს სტიმულებისგან გადაღლილი გონება და ბოლოს მოусმინოს საკუთარ შინაგან ხმას, გაიგო რა არის შენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი. ასე რომ მთავარი დასკვნა ალბათ ასერთია, თუ თქვენც იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც მარტო ყოფნა უყვარს, იცოდეთ, რომ ეს სისუსტე კი არა პირიქით, ხშირად სიღრმის, შინაგანი სიძლიერისა და გონების ნიშანია, რომელიც ქაოსში სიმშვიდეს და არს აფასებს. და ბოლოს, მინდა დაგიწავოთ ერთი კითხვა დასაფიქრებლად. რა არის ყველაზე ღირებული რამ, რაც ოდესმე სიჩუმესა და მარტობაში აღმოგიჩენიათ, საკუთარ თავში, ან თუნდაც სამყაროში?